დღეს ვისაუბრებთ ტკივილგამაყუჩებელზე, ტკივილზე. რატომ არ უნდა მივიღოთ ტკივილგამაყუჩებელი? ჯერ მოდით პატარა ისტორია მოვაყოლოთ, რატო წერთ ამ ვიდეოს, იმიტომ რომ ერთ-ერთ სტორიში ახსენე რომ არ იღებ ტკივილგამაყუჩებლებს. აღარ ვიღებ ტკივილგამაყუჩებლებს და შემოვიდა ძალიან ბევრი კითხვა ამასთან დაკავშირებით. საკმაოდ სასარგებლო და საინტერესოა ეს თემა ადამიანებისთვის და საკმაოდ ცხოვრების და პერსპექტივის შემცვლელი შეიძლება აღმოჩნდეს. დავიწყოთ შენი ისტორიით, რატო იღებდი ტკივილგამაყუჩებლებს, როგორ მიხვედი იქამდე, რომ აღარ იღებ, როგორ შეცვალე ეს ყველაფერი და შემდეგ უკვე პროფესიულად რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, როგორ შეგიძლიათ თქვენ სახლის პირობებში, რომ გარდაქმნათ თქვენი ცხოვრება ისე, რომ ამოიღოთ რაციონიდან ტკივილგამაყუჩებელი. ტკივილგამაყუჩებლებს ვიღებდი დაახლოებით 12-13 წლიდან ძალიან აქტიურად რევმატიული ართრიტის გამო. ერთი ძალიან უცნაური იყო მაგასაკში ეგ, მაგრამ ეგ კიდე სხვა ამბავია. და ასე ვთქვათ, ჩემი ორგანიზმი ესე ძალიან ადაპტირდა და შეჯდა ამაზე და გართულდა და მე რა თქმა უნდა თავის ტკივილის გამო, მენსტრუალური ტკივილების გამო, ყველანაირი ტკივილის გამო გავრბოდი და ვსვავდი გამაყუჩებელს. მე თუ ჩანთაში გამაყუჩებელი არ მედო პანიკა მქონდა მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. პირველად, ჩემმა ორგანიზმმა რამოდენიმე თვის წინ, ალბათ 9 წლის წინ მითხრა ძალიან ცხადად, როცა გამაყუჩებელი დავლიე, რომ ყველაფერი უფრო მეტად ამტკივდა, უცნაური გასაგები და მოსასმენია, მაგრამ კუჭიდან დაწყებული, სხვა შეგრძნებებით გაგრძელებული, ყველაფერი ბევრად უფრო მეტად მტკიოდა გამაყუჩებლის მიღების შემდეგ და მივხვდი, რომ ჩემი ორგანიზმი მეუბნებოდა, რომ შეჩერდი. აღარ გჭირდება გამაყუჩებელი, სხვანაირად უნდა მიხედო შენს თავს. მეორე პროვოცირებელი ფაქტორი იყო ჩემი შვილი, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, თითქმის 2 წინნახევრიანი ცხოვრების განმავლობაში არასდროს არანაირი წამალი არ დაულევია. არც სიცხის ნამწევი, არც გამაყუჩებელი, არ იცის საერთოდ რა არის წამალი. სათამაშოებში რო აღმოაჩენს ხოლმე რაღაც სამედიცინო რაღაცებს, ვერ იგებს. არ უნახავს, არ გაუგია, მოკლედ არ იცის რა არის და ეს განცდაც მქონდა, რომ აი შესანიშნავი მაგალითია ჩემი შვილი იმისა, რომ შეუძლია ადამიანს ყველაფერს გაუმკლავდეს წამლის გარეშე. ან არის ახალი დედამიწის ახალი განვითარებული ადამიანი ჩემი აზრით. ასეც უნდა ცხოვრობდეს ადამიანი და მგონია რომ ძალიან ბევრი რაღაც უნდა ვისწავლოთ ანასგან. მაგრამ ფარმაცევტულ კომპანიებს და ზოგადად მთელ მედიცინის ინდუსტრიას ეს ამბავი არ მოეწონება და იმედია ამ ვიდეოს არ დაგვიბლოკავენ. კი, ფონეიდოსკოპი, სათამაშოში ფონეიდოსკოპი ამოვიდა. ანას და ვერაფრით ვერ გაიგო რა იყო, იმიტომ რომ არასდროს ექიმთან არ ყოფილა. როგორ? რანაირად? რანაირად მოახერხეთ? ვერ გაიგო ექიმი რას ნიშნავდა საერთოდ, იმიტომ რომ არ ყოფილა და არ უნახავს არასდროს. რანაირად მოახერხეთ და პირველ რიგში ძალიან დიდი როლი ითამაშა ექსკლუზიურმა ზუზუთიკვებამ. მაგაზე უფრო დიდი როლი ითამაშა თავდაჯერებულობამ, ჩემმა თავდაჯერებულობამ და ოჯახის წევრების დაჯერებამ ჩემდამი, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდი. და სწორად ვაკეთებდი რას? ბავშვი არის გენიალური ორგანიზმი, ისევე როგორც ყველა ჩვენ, თუმცა ბავშვი არის ჯერ კიდევ ხელშეუხებელი ორგანიზმი და არსება, რომელიც არის სრულიად უნიკალური და ღმერთმა მისცა ყველაფერი საერთოდ იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ყველანაირ ვირუსს, ყველანაირ ბაქტერიას და ასე შემდეგ. და ჩვენ არ უნდა დავაინვალიდოთ ბავშვი ჩვენგან მიცემული შიშებით და წამლებით. ვარჯიში, დაკაჟება, გრილი წყლის გადავლება დაბადებიდან, აქტიური ცხოვრება, მუდმივად ფეხში შველი, აი გუშინ მაგალითად ფეხსაცმელი ჩავაცვი და ვერ ირბინა. დავიწყდა როგორ გამოიყენო. სიმდენი ხანია ფეხსაცმელი არ სცვია. ფეხშველა სიარული, მიწაზე სიარული აუცილებლად, არა მარტო რაღაც ასფალტი ქვები, აუცილებლად მიწაზე სიარული. ჩვენ დღის განმავლობაში დრო გვაქვს ამისთვის გამოყოფილი. ესეთ პატარ-პატარა რაღაცები ვითომ უმნიშვნელო და სახალისო ქმნის ბავშვის ჯანმრთელობას და ვცხოვრობთ უწამლოდ. ძალიან საინტერესო თემაა და მგონია რომ ამაზე ბევრი პოდკასტი უნდა ჩავწეროთ და ბევრი კითხვა მინდა რომ დაგისვა და აი რაღაც საოცარი ინფორმაციები აქვს შეგროვებული, რაც მგონია რომ ძალიან ბევრი დედის და ოჯახის ცხოვრებას შეცვლის და რაც მთავარია დედამიწაზე ესეთი ახალი ჯანმრთელი ადამიანების ჩამოყალიბება შეუწყობს ხელს.
და მე რასაც შევასწარე, ეს ყველაფერი მოითხოვს ძალიან დიდ შინაგან ძალას. იმიტომ რომ რამდენჯერმე რო ქონდა ანას სიცხე, შენ გაათენე ღამეები, მაგრამ მაინც არ მიეცი წამალი. და აი რამხელა შინაგანი ძალა ჭირდება ამას. მან შიში მოდის უზარმაზარი, იმიტომ რომ საზოგადოების წნეხი არის ძალიან დიდი. რომ აწვალებ ბავშვს, რომ ტანჯავს, ტკივა, შენ წამალს არ აძლევ, მაგრამ სინამდვილეში სიცხე ეგრე არ მუშაობს. სიცხე არის ჩვენი მეგობარი, შენი შვილის მეგობარი, ის იმ ვირუსს ებრძვის და წარმოიდგინეთ რაღაც ებრძვის ვირუსს და შენ იმას აჩერებ, რაც ვირუსს ებრძვის. სისულელეა. დედა ამ დროს იღებს თავის თავზე მთლიანად პასუხისმგებლობას. ანუ არ აბარებს პასუხისმგებლობას არავის, არა ექიმს, არა ბებიას, არა ბაბუას, არავის საერთოდ. მთლიანად პასუხისმგებლობას იღებს შენ შვილზე, მაგრამ ეს სუპერ ძალები ჩნდება მაშინ, როცა შენი შვილი ჩნდება. სანამ დედა არ ხარ, ეს ძალები არ გაქვს და მე რაღაცნაირად მოდის. და შენ შემთხვევაში შენ როგორ ამოიღე შენი ცხოვრებიდან ტკივილგამაყუჩებელი? ჩემს შემთხვევაში ერთ დღეს მივიღე გადაწყვეტილება, რომ უნდა შემეწყვიტა ტკივილგამაყუჩებლის მიღება, მაგრამ მეორე დღესვე დადგა საჭიროება, რომ ტკივილგამაყუჩებელი მიმეღო. თუმცა გადაწყვეტილებაში ვიყავი ძალიან მყარი. ამ გადაწყვეტილების გამყარებას ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დაეხმარა, იყო ჩვენი ჰიპნოთერაპიები. უამრავი ჰიპნოთერაპია, არ ვიცი ზუსტად რამდენი იყო. მქონდა 3 თვიანი მენტორობის პროგრამა და 3 თვის განმავლობაში კვირაში 2 ჯერ ხვდებოდით ერთმანეთს და ვატარებდით ჰოლისტურ თერაპიას, რომელშიც შედიოდა ჰიპნოთერაპია, სხვადასხვა სხეულებრივი და ენერგეტიკული პრაქტიკები. თუმცა კონკრეტულად ტკივილთან დაკავშირებით, ალბათ სულ 3 შეხვედრა გვქონდა. ხო, ტკივილთან დაკავშირებით გვქონდა 3. ხო, პირველი იყო, როცა აღმოვაჩინე შიგნიდან წამოსული სითბოს და ენერგიის მიმართულების შესაძლებლობა. როგორ შეიძლება ადამიანმა საკუთარი ხელებით განიკურნოს თავი. ეს იყო სრული სიგიჟე. მივედი გურანდასთან სესიაზე. ძალიან მტკიოდა მუხლი, უზომოდ მტკიოდა მუხლი და გურანდამ უბრალოდ მითხრა. აი ხლა ადეგი. და ეგ შენი ძალა, რომელიც შიგნით გაქვს, წამოიყვანე, წაიყვანე მუხლთან და გაიყუჩე ეს მუხლი. მე შენ ხო ხარ დაალაგებული? მაგრამ გურანდა რამდენადაც საყვარელი ჩანს, იმდენად მკაცრია და რასაც გეტყვით უნდა გააკეთო. და მეც რა მექნა ეს? ჰიპნოზში იყავი და ჰიპნოზი. არ გინდა აკეთებ. და დამიმორჩილა და დამიმორჩილა. და მე დავიმორჩილე საკუთარი ენერგია. ჩვენ ყველანი განსაკუთრებულები ვართ და ვინმე არ იფიქროს, რომ ეს მარტო მე მაქვს და მარტო მე ვკურნავ საკუთარ თავს. არა. ეს გვაქვს საერთოდ ყველას. ჩვენი ძალა, ენერგია და სინათლე, რომელიც ჩვენშია, შეგვიძლია იქით მიმართოთ, საითაც გვინდა. ხო და წავიდა ეს ჩემი სინათლე მუხლისკენ, რომელიც გაყუჩდა და მივხვდი, რომ აი ეს მოქმედებს და აღარ მჭირდება წამლის დალევა. მე ნელ-ნელა სხვადასხვა ტექნიკების დროს გავიაზრეთ, რატომ მქონდა თავის ტკივილი, რატომ მქონდა მენსტრუალური ტკივილი, რატომ მქონდა წელის ტკივილი და ამ ტკივილებს დაველაპარაკეთ, გავიგეთ მათი, რა უნდათ, რა სტკიოდათ, რა სჭირდებოდა ჩემგან. მივეცი ის, რაც ჩემგან სჭირდებოდა ჩემი სხეულის ამ ნაწილებს. და ტკივილი ნელ-ნელა გახდა უფრო მცირე და ძალიან დაპატარავდა. უბრალოდ სხეულის მოსმენაა საჭირო. და მეტი არაფერი. მოკლედ ეს შემიძლია ვთქვა, თორე ძალიან დიდი და ვრცელი თემაა და ძალიან საინტერესო და დამაბნეველი ერთი შეხედვით. არა და ინდიაში დამაბნევლად გვასწავლეს, მაგრამ აი ხა ლოგიკურად რომ მივუდგეთ. სხეული არის ძალიან ჭკვიანი ჩვენი მოწყობილობა, რაშიც ვართ და ვარსებობთ, ხო? ანუ აი როგორც მანქანა რო ყავს, ისე ყავს სხეული, ხო? მანქანას რაღაც თუ გაუფუჭდა და წითელი თუ აგინთო, მიზეზი აქვს ხო ამას? მიყავს მანქანა, რომ შეაკეთო მე ის რაღაც მოძებნო, რატო აგინთო წითელი და არ აგრძელებ ესე წითელანთებული სიარულს, თორე სადღაც გამოგერთვება. ჩვენი სხეული
გვატყობინებს სხვადასხვა ემოციები და ტკივილით გვატყობინებს, ანუ წითელს გვინთებს. აი მაგათად ტკბილი რო გტკივდება, იმიტომ რომ კარიესი გაგიჩნდა. წითელს გინთებს, ანუ გტკივა, იმიტომ რომ ეს კარიესი გაქვს, ასე ვთქვათ, განსაკურნი, ხო? მიდიხარ სტომატოლოგთან განიკურნებე. ან თუ გაიჭრი ხელს, გტკივა, იმიტომ რომ განიშნებს, რომ იცი რა სისხლი არ უნდა დაკარგო, მოდი მოუარე, არც ინფექცია არ უნდა შეგეჭრას, მოდი მოუარე. როდესაც გვაქვს შინაგანი ტკივილები, იქნება ეს თავის ტკივილი, menstruალური ტკივილები, ან ნებისმიერი სახის ტკივილი, ნებისმიერი სახის დაავადება, თუნდაც ეს არის სხეულისგან შეტყობინება, რომ რაღაც მჭირდება, შენი ყურადღება მჭირდება, შენი ენერგია მჭირდება. კონკრეტულ ნაწილებს კიდევ სხვადასხვა რაღაცები მჭირდება. ამიტომ ჩვენ რო ვსვავთ ტკივილ გამოყუჩებელს, არ ვიცი, აი გონია რომ სულში ჩაფურთხებაა. იმიტომ რომ ანუ სხეული გატყობინებს რომ მოდი მომხედე მტკივა და შენ გაჩუმდი. არ მაინტერესებ. და მე ყვირილს იწყებს ის სხეული უფრო მძიმე დაავადებით და მე გვიყვირს რომ რატომ მივედი სიმსივნემდე. ანთება საიდან გაჩნდა, ანუ ეს მძიმე დაავადება საიდან გაჩნდა, საიდან გაჩნდა და ჯერ ჩუმად გითხრა სხეულმა. კულტურულად. სანამ იყვირებ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი მგონია რომ განვივითაროთ body awareness. ანუ სხეულის ცნობიერება, სხეულებრივი ცნობიერება, ანუ ვიცოდეთ სხეულის მოსმენა, ემოციების მოსმენა, შეგრძნებების მოსმენა, აი ამ შეტყობინებების წაკითხვა, დაფიქსირება და შესაბამისი რეაგირება. თუნდაც menstruალური ტკივილები ძალიან ბევრ ქალს აწუხებს და ამ დროს უბრალოდ შენი საშვილოსნო გთხოვს, რომ მიაქციო ყურადღება, მეტ სითბოს გთხოვს, თუნდაც იმას, რომ აი შენი ხელი დაიდო, მთელი შენი ყურადღება წაიყვანო. სუნთქვა მიმართო იქით, იმიტომ რომ სადაც მიდის შენი ყურადღება და ფოკუსი, იქ მიდის შენი ენერგია. და აი თუნდაც თუ ცადეთ მაგალითად menstruალური ტკივილების დროს დაიდეთ ხელი, ანუ ხელის გულები. მუშაობს. შეგიძლიათ ჯერ გაახუროთ ხელის გულები, რომ იგრძნოთ თქვენი ენერგია, როგორ მუხტავს თელს ხელებს. დაიდოთ აი ამ საშვილოსნოს არეზე, შეგიძლიათ უკანაც მიიტანოთ და წარმოიდგინო რომ აი ამ ხელებიდან მაკურნებელი ძალა და მთელი ეს ენერგია მიედინება საშვილოსნოსკენ. და დავახმაროთ სუნთქვა. თითოეული შესუნთქვის დროს უნდა გავგზავნოთ მთელი ეს აერის ნაკადი საშვილოსნოში, ანუ წარმოვიდგინოთ, რომ საშვილოსნო სუნთქავს. და როდესაც მთელი ჩვენი ყურადღება, მთელი ჩვენი ენერგია, მთელი ჩვენი სიყვარული, მადლიერება, დალოცვა მიემართება საშვილოსნოსკენ, საშვილოსნო გრძნობს, რომ ოკეი, მომექცა ყურადღება, მოვიდა ის, რაც მჭირდება. შეიძლება ამ დროს გონებრივად და ინტუიციურად მიიღო უფრო დამატებითი მესიჯები, რა სჭირდება დამატებით. და ანუ სხეული თვითონ გაგიწყვება, რა სჭირდება. შეიძლება მოვიდეს, ასე ვთქვათ, სიგნალები, რომ აი რაღაც მიკროელემენტი ჭირდება, რაღაც კონკრეტული ქმედება ჭირდება. მაგებს რო ასრულებ, მე სხეულს რაღაცა უნდა გამოგიგზავნოს ტკივილი. სულელი კი არა, შენს მხარეზეა, შენთვისაა სხეული. ხო, აი ეგ ძალიან მნიშვნელოვანი გააზრებაა, რომ არავინ და მით უმეტეს შენი სხეული არ ცდილობს, რომ დაგტანჯოს, არ ცდილობს, რომ ყველაფერი სამყაროში შენ გეხმარება. აი ზუსტად, ყველაფერი შენთვისაა. სხეული მილიარდობით უჯრედი. აი ამ მილიარდობით უჯრედისთვის შენ ხარ ღმერთი. ყოველთვის შენ გისმენს, ყველა შენს ფიქრს, ყველა შენს ემოციას უსმენს. რასაც რა ბრძანებასაც გასცემ ემორჩილება. და შენთვის მუშაობს და გატყობინებს ამ სიგნალებით, რომ შენ იყო საუკეთესოდ. გვეხმარება ჩვენი ორგანიზმი ჩვენ თვითონ და აი უბრალოდ ჩვენი მოვალეობა, რომ უბრალოდ მოусმინოთ. მეტი არა. დღეისთვის საკმარისია. გაგვიზიარეთ, რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით და ასევე გაგვიზიარეთ კითხვები ტკივილთან, ტკივილ გამოყუჩებელთან, სხეულის ცნობიერებასთან, სხეულის მოსმენასთან, სხვადასხვა დაავადებები რას გვატყობინებს. თუ დაინტერესდებით, გიპასუხებთ ამ კითხვებზე, ჩავწერთ კიდევ ვიდეოებს. მადლობა. მადლობა. მადლობა.